შენ ქალი ხარ, მაგრამ მართლა გრძნობ თავს მაგნიტურად, თამამად ავლენ საკუთარ სილამაზეს, ძალას და ხმას, თუ უფრო ხშირად ეჭვი გეპარება საკუთარ თავში. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ თუ კარგი გოგოები ვიქნებოდით, მაშინ აგვერჩევდნენ, მაგრამ რეალობაში ხშირად პირიქით ხდება. ქალურობა არ არის სისუსტე, ეს არ არის ხვის ინტერესებზე მორგება და საკუთარის არ გათვალისწინება. ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ გხედავენ სხვები და როგორ აგერჩევენ. დღეს სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ. რას ნიშნავს რეალურად ქალის ღირებულება? სად იწყება თვითღალატი ურთიერთობაში და როგორ ვიბრუნებთ საკუთარ თავს? და ამ თემაზე ჩემთან ერთად ისაუბრებს ფსიქოლოგი ირმა ჩიტაშვილი. მათვის ვინც ინტრო გამოტოვა, წარვადგენ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ირმა ჩიტაშვილს, რომელიც არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ურთიერთობების ექსპერტი და RPT თერაპევტი. და მასთან ერთად დღეს ვისაუბრებთ ზემოთხსენებულ თემებზე. მიხარია რომ აქ ხარ და მიხარია რომ გარდა პოდკასტისა კიდევ ერთი ამბის გაზიარებას შევძლებთ ჩვენი აუდიტორიისთვის, რაც მგონია რომ ძალიან მოგეწონებათ. მოგესალმებიანი, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მსმენელებს. ძალიან მიხარია მეც შენთან თანამშრომლობა. მოდი უშუალოდ სანამ ჩავშლიდეთ ჩვენს მთავარ თემას, რასაც ქალური მაგნეტიზმი ქვია და ზოგადად პირადი ურთიერთობის ფსიქოლოგია შევეხებოდეთ, ჯერ თვითშეფასების და თავდაჯერებულობის თემა უნდა ჩავხურეთ, რადგან ეს არის ალბათ საბაზისო თემა. მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ რაც აი მიმოკლევა ჩავატარე, ან პოდკასტებს უსმინე თუ რაღაც სხვადასხვა სტატიები წავიკითხე, შემიძლია ვივარაუდო, რომ სხვასთან ურთიერთობაში შესვლამდე ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყო ჰარმონიაში, დაალაგებული, კომფორტში, რომ ჯანსაღი ურთიერთობა გამოგივიდეს. და მოდით ფსიქოლოგის გადმოსახედიდან განვიხილოთ თვითშეფასების როლი ურთიერთობებში. კი ბატონო, საინტერესო და ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ეს განაპირობებს ჯანსაღ ურთიერთობებს და ზოგადად, როდესაც თავდაჯერებულობაზე ვსაუბრობთ, ანუ მაგალითად საუბრობენ, რომ ის ძალიან თავდაჯერებულია, ან არ არის თავდაჯერებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ თვითშეფასება ეს არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. რასგან იცდის ის ადამიანი და ეს არ არის თანდაყოლილი, რომ მაგალითად დაბალი თვითშეფასებით დაიბადა ან მაგალითად, ხომ ეს არის მდგომარეობა, რა გარემო პირობებში გაიზარდა ეს ადამიანი, რა შთააგონეს, განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს ხოლმე აღზრდა და უნდა ჩაუღრმავდეთ ზუსტად იმ საკითხს, რა გამოიარა იქამდე, მანამ სანამ ამ მდგომარეობამდე მოვიდოდ. ზოგადად თვითკმარი ადამიანი რა არის? მოდით დავიწყოთ აქედან ხომ, როდესაც აქვს შინაგანი საყრდენი შეგრძნება, როდესაც ის თავის თავში პოვებს პირველ რიგში ჰარმონიას და არ ეძებს ამ ყველაფერს გარე სტიმულებიდან. ძალიან ხშირად, როდესაც ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება, ცდილობს რომ იპოვოს ისეთი პარტნიორი, რომელიც ამ ყველაფერს შეუსებს, მაგრამ ზუსტად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვერანაირი გარე სტიმულები ვერ გვაძლევს თავდაჯერებულობას და ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ თუ კი მე თვითკმარი ვარ, ასე დროს შეიძლება სულაც არ მჭირდებოდეს პარტნიორი და ესეც არასწორია. თვითკმარობა ნიშნავს იმას, რომ მე ვარ სრულყოფილი, მე საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ, თავდაჯერებული ვარ, მაქვს შინაგანი საყრდენი და ისედაც ბედნიერი ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებით იმისთვის, რომ მეტად ვიყო ჰარმონიაში, მჭირდება პარტნიორი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის გულისთვის მე არ ვიშლები და არ ვთმობ ყველაფერს, რაც როდესაც დაბალი აქვს ადამიანს თვითშეფასება, სამწუხაროდ, ის თავის პირად საზღვრებს, როგორც წესი, ვერ იცავს ხოლმე და ძალიან ხშირად აქვს, ასე რომ ვთქვათ, მიტოვების შიში, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი და შესაბამისად თუ კი არ მოვითმენ, შეიძლება დამტოვონ. აი ეს არის ერთ-ერთი სავალალო შედეგები, რაც შემდგომ უკვე თავისთავადია ურთიერთობა გამოდის ხოლმე ტოქსიკური. ძალიან საინტერესოა და მაშინ ორგანულად ბარემ მაგ თემაზე გადავიდეთ, რატომ რჩებიან ადამიანები, აი იქ პრინციპში კი ახსენეთ უკვე, მაგრამ რატომ რჩებიან ანუ ადამიანები იქ, სადაც თავს დაფასებულად არ გრძნობენ და რატომ არის მათთვის უფრო დიდი რისკი და დიდი უფრო მეტ შიშის განცდას რატო იწვევს ის, რომ პარტნიორი მიატოვებს, ან პარტნიორის მხრიდან რაღაც ცუდი დამოკიდებულება, ვიდრე ის, რომ ის საკუთარ თავს ღალატობს და საკუთარ თავს ექცევა ცუდად, როდესაც თავს აყენებს ესეთ პოზიციაში, როდესაც ეხვეწება სხვა ადამიანს, რომ მისი ყურადღება, მისი მზრუნველობა, მისი სიყვარული დაინახოს და არ გადათელოს ფეხით. კი, ზუსტად ეს არის ის პირადი საზღვრების ვერ დაცვა, ასე რომ ვთქვათ, და დაბალი თვითშეფასების შედეგი.
ნუ როგორც წესი ძირითადად ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის ხოლმე, როგორ გავიზარდეთ და შესაბამისად ჩვენი აღზრდა და განაპირობებს ჩვენ დღევანდელ რეალობას და დიდი ალბათობით ფსიქოლოგია საერთოდ იმიტომ არის საინტერესო, რომ როდესაც ვიკვლევთ, აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, თუმცა ერთ-ერთი არის ეს, რომ დიდი ალბათობით ბავშვობაში გაიზარდნენ ისე, რომ იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი დაუფასებლობა, მშობლების მხრიდან რაღაც კუთხით უყურადღებობა და აქ ყალიბდება ის პროცესი, რომ მე არ ვარ საკმარისად კარგი. მეორე საკითხიც არის ხოლმე, რომ როდესაც ადამიანს უჩნდება მიტოვების შიში, შესაძლებელია, რომ ოჯახში ხდება ხოლმე, ჩვენ ვიცით, პირდაპირი და ირიბი ტრავმები, ხო, პირდაპირი არის, როდესაც პირადად ჩვენ გვეხებიან და ირიბი არის, რასაც ვუყურებთ. თუ კი მათ ბავშვობაში დედა მიატოვეს, ასე დროს სიყვარული უდრის მიტოვებულობას და მთელი ეს პერიოდი უჩნდება განცდა, რომ მე შეიძლება მიმატოვონ, მე შეიძლება დამტოვონ და ზუსტად პარადოქსიც ეს არის, რომ უყვარდებათ ხოლმე ისეთი ადამიანები და იზიდავენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამომავლოდ მართლაც ტოვებენ. აი ამ შიშებიდან გამომდინარე უწევთ ადამიანებს მუდმივად აიტანონ ის ყოველივე, რაც რა თქმა უნდა არ უნდათ. ეს ყველაფერი არის არაცნობიერ დონეზე, ხა ცნობიერად თუ ხდებიან ამას თავის დაუცხადია ესეთ ურთიერთობაში არ ჩავლენ. აი შენ პასუხიდან ორი კითხვა გამიჩნდა მთავარი პირველი რომ რამდენად გავიგეთ რომ თვით თავდაჯერება არ არის თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი არის შეძენილი და დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე ხო შესაბამისად თუ პირობდეთ რაღაც გარკვეულ ასაკამდე ჩვენი თავდაჯერებულობა იყო მერყევიან დაბალი თვით შეფასება ქონდა ეს ავტომატურად ნიშნავს თუ არა რომ თერაპიაში შესვლის შემდეგ და ჩვენი ტრავმების დამუშავების შემდეგ ჩემი თვით შეფასება თუნდაც დაბალი ყოფილიყო ადრე გახდება ისეთივე დაუშვათ კარგი და სწორი როგორიც იმ ადამიანს ვინც ბავშვობიდანვე სწორი ღირებულებებით გაიზარდა და ბავშვობიდანვე მოხვება ეს თავდაჯერებულობა რა თქმა უნდა აუცილებლად თერაპიებიც ამიტომ ტარდება პირველ რიგში უნდა მივაგნოთ იმ საკვანძო ტრავმებს რაც გადაიტანა ბავშვობაში არის ხოლმე ისეთი ტრავმებიც რაც საერთოდ არ ახსოვს, მაგრამ არფითი თერაპიის და სხვადასხვა ტექნიკების მეშვეობით ჩვენ ამას ვახერხებთ, რომ მივაგნოთ და მუშაობის შედეგად ადამიანი ხდება ისეთივე სრულფასოვანი და რაც მთავარია თვითკმარი, როგორც არიან სხვა დანარჩენი ადამიანები. თუმცა შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ ბავშვობაში იყო თავდაჯერებული და ძალიან ისეთი ლაღი ცხოვრება გქონდეს და როდესაც გაიზარდა და შევიდა ურთიერთობაში, აი მაშინ აღმოაჩინოს, რომ თურმე მე არ ისეთი თავდაჯერებული ვყოფილვარ, როგორც მეგონა. ანუ მაშინ მოხდეს ისეთი და ტრიგერი მის ცხოვრებაში, რაც შემდგომ ამოუგდებს და დაუგდებს ამ თვით შეფასებას. ამიტომ გააჩნია, როდის რომელ ასაკში არ არის აუცილებელი მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ბავშვობიდანვე გქონდეს დაბალი თვით შეფასება უშუალოდ. ვიგრძნოთ ეს თვით შეფასება, რომ დაბალია. ანუ გარემოებაზეა დამოკიდებული, როდის აღმოვაჩენ გამახსენდა ერთი რაღაც შესაბამისად თუ ადამიანი შედის ურთიერთობაში და მას ხვდება ტოქსიკური პარტნიორი რომელიც მანიპულატორია და ასე შემდეგ მის თავდაჯერება ანუ ამ ადამიანის თავდაჯერებას თავისუფლად შეიძლება რომ ასე ვთქვათ საფრთხე შეუქმნას ხო რაც არ უნდა თავიდან რაც არ უნდა თავდაჯერებული ადამიანი ყოფილიყო ჯანსაღი თვით შეფასებით თუ საქმე დაიჭირა ტოქსიკურ ადამიანთან თავისუფლად შეიძლება რომ ეს შეფასება რა თქმა უნდა. თუმცა აქ არის ძალიან საინტერესო რომ აი შენახსენე რომ ტოქსიკური ურთიერთობა ანუ ისეთ მამაკაც შეხვდეს რომელიც არის მანიპულატორი და იწეგანდელი ჩემს საუბარს ზუსტად პასუხობს ეს რომ ეს ადამიანები ხომ ჩვენ ამ ადამიანებს ხო ვიზიტავთ ესეც გარკვეულწილად ბავშვობის სცენარია და აი ესეც არის ზუსტად ის ჩასაღმავებელი რატომ მოიზიდა იმ მომენტში თავდაჯერებულმა ადამიანმა მანიპულატორი ადამიანი. კი, აი ეგ ზუსტად ძალიან კარგი კითხვაა და ძალიან მინდა რომ ჩავშალოთ, იმიტომ რომ ჩვენ განებივრებული ვართ უკვე ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოდკასტებით თუ არ ვიცი სტატიებით და ყველაფრით საერთოდ წიგნებით ფსიქოლოგიის გარშემო და ძალიან პოპულარული გახდა ეს ტერმინები ტოქსიკური ურთიერთობა, ეს თავდაჯერებაც, ანუ უკვე რაღაც ბევრი ყბადაღებული ტერმინი გვაქვს და სადღაც რაღაც მომენტში, ოღონდ ეს არ მინდა რომ ცუდად გამომივიდეს უფრო კითხვის ფორმა. ამდენმა ტერმინის ასე ვთქვათ ცოდნამ სადღაც რაღაც უკიდურესობამდე ხომ არ მიგვიყვანა იმ თვალსაზრისით რომ ასე ვთქვათ
ჩვენ ვაძლევთ უკვე იარლიყებს სხვადასხვა ურთიერთობებს და ამის საფუძველზე რაღაცა ზედმეტად ხისტი საზღვრები ხო არ ფორმირდება თუ არ არის ეგეთი პარადოქსი ჯერ? მე პირიქით მგონია ადრე, როდესაც ამდენი ინფორმაცია არ იყო, ამ შემთხვევაში აი მოდი ქალებზე ვისაუბროთ, ხომ, ქალბატონებზე ძალიან ბევრი რამის ატანა უწევდათ. და მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეხლა რაც მეტი თვითგანვითარება, გაცნობიერება, უკვე, ასე ვთქვა, ჩვენი ქალბატონები იმ დონემდე იცავენ საზღვრებს, რომ აღარ შერდებიან თუნდაც ტოქსიკურ ურთიერთობებში, რომ გადავხედოთ და ძველდროს შევადაროთ, რაც არ უნდა მომხდარიყო, დამეთანხმები ხომ ყველაფერი უნდა ეტანა ქალბატონს. ამიტომ მგონია რომ პირიქით ძალიან კარგი დრო დადგა ის რომ ქალბატონებს შეუძლიათ თუნდაც თავი დაიცვან. ნამდვილად და აქვე უნდა აღინიშნოს ალბათ რომ ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტიც რომ მიუხედავად ამდენი ინფორმაციისა არის მაინც გარკვეული სეგმენტი ქალების რომლებიც არ ფლობენ არ აქვთ ხელმისაწვდომობა ამ ინფორმაციებზე თუნდაც სხვადასხვა პროგრამებზე და რადგან ჩვენ შევეხეთ ამ თემას რჩებიან ტოქსიკურ ურთიერთობაში თუნდაც ძალადობრივ ურთიერთობებში მოძალადე პარტნიორების გვერდით, რადგან ეშინიათ სხვადასხვა ფაქტორების გამო თუნდაც იმიტომ რომ წასასვლელი არ აქვთ, არიან დამოკიდებული ეკონომიკურად თავიანთ პარტნიორზე და ეს ყველაფერი ართულებს, მაგრამ იქამდე სანამ ბარამ რადგან ამ თემას შევეხეთ, სანამ რაღაც კონკრეტული ეს რაღაც ყველაზე ისეთი განგაშისარი დადგებოდა. როდის იწყება, რა არის ის პატარა წითელი დროშები, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მის საზღვარს უკვე ძალიან უხეშად არ უღვევენ და ეს კომპრომისი აღარ არის და უკვე რაღაცა საზღვრის დაცვა უნდა დაიწყოს. ქალმა ამ შემთხვევაში. კი, რა თქმა უნდა, იქ ჩემი აზრით, როდესაც აბსოლუტურად შენ სიტყვას, შენ აზრს, აი თავდაპირველ ეტაპზე ხომ პირდაპირ როგორც წესი არ გადადის ხოლმე ფიზიკურ თუ მორალურ, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, მაგრამ როდესაც ხედავ რომ შენი სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, პატივს არ გცემენ, არ ვიცი, მყავს ხოლმე სამწუხაროდ პაციენტები, როდესაც მეუბნებიან რომ აი საერთოდ ადამიანად არ მთვლის. აქ რა თქმა უნდა უკვე უნდა დაფიქრდე, გიღირს ესეთი ურთიერთობა. შესაბამისად, საწყის ეტაპზე უნდა დააკვირდე, რამდენად პატივს გცემს. კი. თუმცა ალბათ ეგეც გასათვალისწინებელია, მე ძალიან ბევრ სხვადასხვა მასალას უყურე, სანამ დღეს მოვიდოდით აქ და სხვადასხვა кейსები იყო, როდესაც თავიდან ძალიან ჯანსაღად თითქოს იწყებოდა ურთიერთობა პარტნიორის მზრუნველობით, რაღაც ყურადღებით და შემდეგ, როდესაც რაღაც გადაიზარდა ტოტალურ კონტროლში, ეს რაღაცა ურთიერთობა და ქალმა სცადა ამ ურთიერთობიდან თავის დაღწევა, წამოვიდა ეკონომიკური რაღაცა ძალადობა, ანუ პირობითად ის რომ თუ კი რამე მიჩუქებია შენთვის ახლა ყველაფერი უკან დამებრუნე, ჩემი ვალი გაქვს, მე რაღაცა ადევნება, ფიზიკური ძალადობა, პლუს ამას დაუსჯელობის სინდრომიც ემატება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო? აი ამ შემთხვევაზე როგორ შეგვიძლია რომ იცი რა არის ეს ალბათ მანამ სანამ უფრო ღრმად შევლენ ხოლმე ურთიერთობაში დამეთანხმები ძირითადად როგორც წესი შეყვარებულობის პერიოდში როგორც წესი არ არიან ხოლმე ასე მანამ სანამ მამაკაცი მოიპოვებს ქალბატონს ნუ თავის დავაცხადია ყველანაირად ცდილობს რომ ეს თავისი შინაგანი მე არ გამოავლინოს მაგრამ აი აქ არის ორი საკითხი, ხომ? ერთი არის რომ ესეთი პარტნიორი როგორც წესი ნახე, ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ აი რატომ მოვიზიდე ესეთი პარტნიორი, ხო? ანუ მე არაფერ შუაში ვარ, მე არასოდეს არ მინდოდა რომ თუნდაც მოძალადის кейსი მქონოდა და შევხვედროდი ასეთ პარტნიორს, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ჩავუხმავდეთ. ესეც აი თუ კი ჩვენ ვართ ამ სიტუაციაში, ანუ ეს არის ჩვენი პირადი პრობლემა. ყოველთვის ჩვენ განა იმიტომ რომ ის კარგია. ჩვენ არ განსაზღვრავთ სხვას, რომ ის როგორი ადამიანი, ანუ უნდა ჩავუხმავდეთ ჩვენ რატომ მოვიზიდეთ და აი აქ არის მთავარი კითხვა, რატომ ჩერდებით ამ როლში, რატომ ვიტანთ ამ ყველაფერს და რატომ თუნდაც არ მივდივართ, რატომ გვაქვს მსხვერპლის როლი. იცი რა არის უამრავი ადამიანი, რომელიც უბრალოდ წუწუნებს და ამბობს, რომ მე უბედური ვარ. მაგრამ მას სინამდვილეში მოსწონს მდგომარეობა. ესეც იმ სცენარების გაგრძელება, რა სცენარებითაც მოვიდნენ დღემდე. იმიტომ რომ ეს მიჩვეული სტანდარტია მისთვის, ხო? ნახე, აქ არის ორი რამე, აი ესეც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. აი მაგალითად, რო ავიღოთ თუნდაც ეჭვიანი პარტნიორი, პირობითად და ადამიანი ამბობს, რომ ის მუდმივად მაკონტროლებს, ეჭვიანობს და მე ეს არ მომწონს. ანუ
ამბობს ცნობიერად რომ არ მოსწონს, მაგრამ ამ დროს რა ხდება? ორი რაღაც შეიძლება იყოს, ბევრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლებელია რომ მის ოჯახში იყო მუდმივად ეჭვიანობა, თუნდაც არ ვიცი, მამა მუდმივად ეჭვიანობდეს და დედაზე, აქაც ორ შემთხვევაში ფიქსირდება პირველი რომ აი ეს სიყვარული უდრის ეჭვიანობას და აუცილებლად, ოღონდ ნახეთ, ტვინში ფიქსირდება, ხო ეს და შენ ცნობიერად ამას პირიქით არ მოგწონს, მაგრამ ტვინი უკვე ამას სწავლობს, რომ ეჭვიანობა, ესე იგი სიყვარულია. შესაბამისად ვიზიდავთ ზუსტად იმავე პარტნიორს. ანუ ეს სცენარები მეორდება. ახლა მეორე შემთხვევა არის, რომ ანალოგიურად ვიზიდავთ, იმიტომ რომ დედა თუ იყო მთელი ცხოვრება, აი ამ ასე ვთქვათ, ეჭვიანობის მსხვერპლი, მე გავიმარჯვებ. მე შევცვლი ამ ადამიანს და შესაბამისად დედა თუ კი არ იყო და არ ვიცი, ვერ მოაგვარა და დაალაგა მამასთან ურთიერთობა, მე უნდა შევძლო. აი ამ ორი მიზეზის გამო არის ხო, ან გამარჯვება გვინდა, და ამ სცენარის გადაწერა, ან უბრალოდ რჩებით კონკრეტულად იმ მდგომარეობაში. და მესამე სცენარი არ არსებობს, სადაც ადამიანი ამას უყურებს და პირიქით იმდენად არ მოსწონს, რომ ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელსაც აი ანტი იქნება ამ ყველაფრის, რასაც შეეჭ. კი, ესეც არის ხოლმე, რა თქმა უნდა, მე უბრალოდ ახლა ძირითადი ორი განვიხილე, ეგეც ზუსტად არის ხოლმე, რომ აბსოლუტურად რადიკალური გვინდა. მაგალითად, არ გვინდა ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მამა. სხვათა შორის ასევე ლოიალობაც არის მეოთხე სცენარსაც შევეხოთ, ხო? ეს არის იგივე ერთგულება. ერთგულება ფანტასტიურია, მაგრამ ფსიქოლოგიური ლოიალობა საკმაოდ, ასე ვთქვათ, დამანგრეველია. ჩვენ გაუცნობიერებელ დონეზე ვხდებით ხოლმე ჩვენი მშობლის, მაგალითად, დედის ლოიალური და შესაბამისად თუ დედა ჩემი იყო ტანჯვაში, მეც უნდა ვიყო ტანჯვაში. ამას ვირჩევთ გაუცნობიერებელ დონეზე და ეს ლოიალობებიც ხშირად შესახსნელია ხოლმე. მოკლედ, როდესაც მოდის პაციენტი სამუშაო, საკმაოდ სიღრმისეულია და ასე ვთქვათ, რათესნაირი სცენარი შეიძლება რომ არსებობდეს. ხო, უტრაუმო ადამიანი არ არსებობს, შესაბამისად იდეალურ ვარიანტში ყველას გვჭირდება თერაპიაში შესვლა, რომ ჩვენი რაღაცა შინაგანი სჭირდება. თავდაჯერებულობის თემა და თვითშეფასების უკვე იმდენად გადაყეჭილია, არ მინდა რომ ამაზე ესეთი დიდი დრო დავკარგოთ, მაგრამ ერთი რაღაც რაზეც მინდა გავამახვილოთ ყურადღება. ყველა მიცის უკვე კი, რომ მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი ურთიერთობაში რომ შედის, პირობითად კარგია რომ იყოს თავდაჯერებული და ჰქონდეს ჯანსაღი თვითშეფასება. მაგრამ ეს ყველა თეორიაში ყველა ასე ლაპარაკობს, მაგრამ პრაქტიკულად, როდესაც ვეჯახებით ამ საკითხს, მაინც ყველას უფრო პრაქტიკული რაღაც ინსტრუმენტები გვაინტერესებს, რომ როგორ გავხდე ბოლოს და ბოლოს ეს თავდაჯერებული, როგორ შემიძლია გამოვიმუშავო ჩემში ის უნარი თვისება, რომ აი შინაგანი საყრდენი გამოჩნდეს და ნებისმიერ შემთხვევაში ასე არ ვირყეოდე და ვიცოდე ჩემი შინაგანი ღირებულება პირობითად და არ ვიყო დამოკიდებული გარე ადამიანების ვალიდაციაზე. კი, მაგრამ ნახე, ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი, მარტივია გახდე თავდაჯერებული. აი ზუსტად ყველა თითქმის ყოველი მეორე ამბობს, რომ აი უნდა გახდე. მაგრამ საქმეც მაგაშია, მანამ სანამ ის ტრავმები არ დამუშავდება, ის ბლოკები, რაც განაპირობებს, ძალიან რთულია. თუმცა ძალიან ელემენტარული, კიდევ მეორდები სიღრმისეულად აუცილებლად ტრავმების განეიტრალება ჭირდება, მაგრამ ძალიან ელემენტარული და პრაქტიკული სავარჯიშოები ჩვენ აქედან შეგვიძლია შევასწავლოთ მსმენელებს და პირველ რიგში აუცილებლად უნდა ემეგობროს საკუთარ თავს. არიან ქალბატონები, მარტო ქალბატონები არა, თუნდაც მამაკაცები, მაგრამ ძირითადად მაინც ქალბატონები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ უსვამდეს საკუთარ თავს, კითხვას რამ სურს, რა მინდა. ანუ დაუმეგობრდნენ საკუთარ თავს და შეეკითხონ, ანუ რა სურვილები გვაქვს, თუნდაც ელემენტარული, პატარ-პატარა სურვილებით გავანებიუროთ საკუთარი თავი. ყველაზე რთული, რაც აქვთ ხოლმე, უჭირთ არასთქმა. ვისწავლოთ არასთქმა, ოღონდ დანაშაულის გარეშე. იმიტომ რომ ესეთი ქალბატონები შეიძლება თქვან არა, მაგრამ გქონდეთ მუდმივი თვითგვემა, თვითდაგნინება, რომ აი რატო თქვი არა ნებისმიერ საკითხზე. ამიტომ პირველი და უმთავრესი დაიწყონ საკუთარი თავის მოსმენა, საკუთარი თუნდაც პატარა სურვილების ასრულება, ისწავლონ არასთქმა დანაშაულის გარეშე და ბოლოს შეაქონ საკუთარი თავი. ყველაზე მნიშვნელოვანია ძალიან პატარა პრაქტიკა ასევე ვიტყვი. უბრალოდ ჩაიხედონ საკუთარ თავს, შეხედონ სარკეში და უთხრენ რა ლამაზი ხარ. ანუ კომპლიმენტებიც ძალიან, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულს ხვდის, მაგრამ მაინც კიდე ერთხელ ვიტყვი, შეიძლება ადამიანმა აფირმაციები ყოველდილით
აკეთოს ყოველდღიურად, მაგრამ სიღრმისეული მუშაობა მაინც ტრამვებზე ასოცირდება, რომ გავანეიტრალოთ ტრამვები. სხვა შორის ჩემი პირადი მაგალითად შემიძლია დავეთანხმო იმას, რასაც ამბობ, იმიტომ რომ მეც ცხოვრებაში სხვადასხვა ფაზები მქონია თავდაჯერებულობის და თვითშეფასების კუთხით. თავიდან პირობითად ვთვლი, რომ კარგი თვითშეფასება მქონდა ჯანსაღი, მე რაღაც ისეთ გარემოში მოვხვდი, რომ მომერყა ეს თვითშეფასება და რაღაც ძალიან დიდი ხანგრძლივი პერიოდი სხვათა შორის ძალიან დაბალი თვითშეფასება მქონდა, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ და რაღაცეები, ასე ვთქვათ, შევისწავლე. საკუთარ თავს დავუმეგობრდი, ესე რომ ვთქვათ, ოღონდ დავუმეგობრდიში არ ვგულისხმობ იმას, რომ თავიდანვე რაღაც კომპლიმენტების თქმა დავუწყე თუ რაღაც, რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორი ახლაც არის, რაზეც, ვთვლი, რომ სამუშაო მაქვს და ვცდილობ, რომ ვიმუშაო, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თვითშემეცნება დავიწყე და მე თვითონ მივხვდი, მე ვინ ვიყავი, რა მინდოდა, რა მომწონდა, რა არ მომწონდა, ვგულისხმობ ყველაფერში. არა მარტო პირად ურთიერთობაში, ზოგადად ოჯახური თვალსაზრისით მეგობართან მიმართებით, საკუთარ თავთან მიმართებით, ხო? ცხოვრებაში რა მინდოდა, თუ არ ვიცოდი რა მინდოდა, უბრალოდ მოძრაობდი და ეს მოძრაობა რაღაც შემდეგ ნაბიჯებს მაჩვენებდა და იმ სადღაც ამ მოძრაობაში იქ რაღაც პატარ-პატარა წარმატებებიც მოდის და საბოლოო ჯამში იქ წარმატება, იქ ვიღაცამ ვალიდაცია მოგცა და შეგაქო რაღაცისთვის, იქ რაღაცა მოგეწონა შენ თვითონ შენი თავი და რომ დავაკვირდი ეს სად რა მომწონდა, ახლა ვცდილობ, რომ ეს რაღაცები ერთიან სისტემაში შევკრა და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ რაღაც ჯანსაღი თვითშეფასებისკენ, რა ვიცი, მივიწევ მაქსიმალურად და ამიტომ იმის თქმა მინდოდა, რომ მაქსიმალურად კერდა გეთანხმები ნამდვილად, რომ თვითშეცნობა არის მნიშვნელოვანი. და ყველაზე ელემენტარულია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგალითად, ჩემ პაციენტებს სულ ვეუბნები ხოლმე, როდესაც სარკეში ჩაიხედავ, როგორც უთხასიათიც არ უნდა იყო გაიღიმე. შესაბამისად, პატარ-პატარა ტექნიკების და პრაქტიკების თავისთავად ცხადია მუშაობს. თავდაჯერების ნაწილში ალბათ ერთ საკითხსაც რომ შევეხოთ, კერძოდ პარადოქსი, ქალები ყოველთვის ვართ მიმართული იმისკენ, რომ მუდმივად განვითარდა ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები, გავხდეთ პარტნიორისთვის, საკუთარი თავისთვის და ასე შემდეგ. ვიზუალურად იქნება ეს თუ რაღაც ნებისმიერი კუთხით და ამ დროს ჩემი წარმოდგენით კაცები ესე ძალიან არ არიან ჩაციკლულები ამ ყველაფერზე. რამდენად მითი არის, რასაც ვამბობ, რადგან თქვენ პირადი შეხება გაქვთ პაციენტებთან და მიმართვიანობაზე უფრო დეტალური წარმოდგენა გაქვთ და თუ მცდარი არის, გავიხილოთ. მითია ნამდვილად. ნამდვილად მითია, მამაკაცებსაც ანალოგიურად აწუხებთ. უბრალოდ იცი როგორი ეს არის, რომ მამაკაცები ამ ყველაფერზე არ საუბრობენ და ჩვენ ქალბატონები ძალიან ხშირად საუბრობთ ამ თემებზე. მამაკაცებსაც ანალოგიურად აწუხებთ დაბალი თვითშეფასება, თუნდაც უამრავი кейსია, რომ სადაც უჭირთ ელემენტარულად საუბარიც კი ურთიერთობების დაწყება. მოკლედ, აბსოლუტურად იდენტური აქვთ საკითხები, როგორც ქალბატონებს, ისე მამაკაცებს. ამიტომ ეს ძალსახად მითია. კარგი, მოდი გადავიდეთ მაშინ ჩვენი ეპიზოდის მთავარ თემაზე, კერძოდ ქალურ ენერგიაზე, ქალურ მაგნეტიზმზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართალია ქალებს ისედაც დაყვება ეს ფემინური ენერგია თავისთავად, მაგრამ იმდენად ბევრი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს ცხოვრებაში, რომ ხანდახან ვიკარგებით ხოლმე ამ რაღაცა ვალდებულებებსა და ჩვენს რაღაც ენერგიასთან რაღაც კავშირს ვკარგავთ. და ამის პარალელურად არსებობენ ქალები, რომლებიც მუდმივად რაღაც პირობითად არიან ძალიან ფემინურ, ძალიან შთამაგონებელ ენერგიაში და როდესაც ასეთი ქალი შემოდის, რა ვიცი, ოთახში ნებისმიერ ადგილას, როგორიც არ უნდა იყოს, ის ვიზუალურად იქცევს ყურადღებას. მაინტერესებს ამას ეს საკითხი რომ გავიხილოთ ფსიქოლოგიური ჭრილიდან, როგორ გავხდეთ ესეთი რაღაცნაირი ქალღმერთული ქალი. ნუ რა თქმა უნდა, სწორედ აღნიშნე, რომ მისი ენერგიები უკვე დამუშავებულია, შესაბამისად, შინაგანად თუ კი არ გაქვს ქალურობა დამუშავებული, შენი მიმზიდველობა, შენი სექსუალურობა, შენი ქარიზმატულობა აბსოლუტურად არ აქვს ამ შემთხვევაში ვიზუალს მნიშვნელობა. შესაბამისად, ამის დამუშავება ესეც ხალხსაც და ერთი სიტყვით შეუძლებელია, თუმცა ალბათ მე შენიტყვი რომ შეუძლიათ ჩვენ სემინარზე მოვიდნენ, ხო? მაგრამ რატომ იკარგება, რატომ ვერ მუშაობენ ისეთი ქალბატონები, რომელთ ყველაშია ეს
ენერგია. მოდი დავიწყოთ აქედან, რომ აბსოლუტურად ყველა ქალბატონს შეუძლია გახდეს ქალღმერთი. მაგრამ აქ არის როლების დაუბალანსებლობა ძალიან ხშირად ჩვენ ვირგებთ მშობლის როლს, როგორც წესი, უფრო მეტწილად მშობლის როლი გვაქვს ხოლმე, ну შეიძლება იყოს ბავშვის როლიც და მეგობრის, მაგრამ აი ეს ქალი საყვარელი, მოდი ესე რომ ვთქვათ, ხო? უფრო ეს უხდება ეს ტერმინი სასურველი, ოჯახთან ერთად, ოჯახის პარალელურად, ამდენ საქმესთან ერთად, თუნდაც შვილებთან ერთად, აი ამ როლს აკნინებენ ხოლმე ქალბატონები და ვერ აქცევენ შესაბამის ყურადღებას. მაგრამ თავისთავად ცხადია მუშაობის შედეგად შემდგომ ბალანსდება. მოკლედ როლების დაუბალანსებლობაა ეს ყველაფერი. და მაგას აქვს თუ არა კავშირი მაგალითად ვიზუალურ მხარესთან? ხო, აი ეგეც საინტერესოა. არანაირად არ აქვს კავშირი ვიზუალურობა რა არის? საწყის ეტაპზე უბრალოდ ხედავ და იმ პერიოდში მოგწონს ან არ მოგწონს, მაგრამ ყველაფერს განაპირობებს ენერგიები. კი, იმიტომ რომ არსებობს ასეთი პარადოქსი, რომ რაღაც სტანდარტული პარამეტრებით შეიძლება იდეალურ გოგოს და ესეც ვიცნობ მართლა არა ერთს, რომელსაც აი ფანტასტიკური ვიზუალი აქვს და პრინციპში არა მარტო ვიზუალი, განათლებულიც და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კარგი გოგოს ვიცნობ მართლა, რომელსაც ეს თვით შეფასება მაინც დაბალი აქვს და აი რაღაცნაირად ვერ იყენებენ თავიანთ პოტენციალს, ასე რომ ვთქვათ, აი რაღაცნაირად დახურულები არიან, შეშინებულები თითქოს და ამის პარალელურად შეიძლება აბსოლუტურად იგივე სტანდარტული პარამეტრებით ხელმძღვანელობა ახლა და არა ჩემი აზრით, უბრალოდ საშუალო გარეგნობის ან შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი ქალი იყოს აი აბსოლუტური ქარიზმით დაჯილდოვებული და ყველა მას უყურებდეს და ყველა მას ფეხქვეშ ეგებოდეს, ხო? კი ბატონო, ნამდვილად ასეა. და გავახარებ ქალბატონებს, რომ ჩვენ მე ბოლოს ჩავატარებ სპეციალურ ტექნიკას, რითიც იმუშავებენ ფემინური ენერგიებით და შესაბამისად თუ სურვილი გაუჩნდებათ, შეუძლიათ რომ აკეთონ ეს ტექნიკა და არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, შემდგომ გაჩერდნენ და ისევ გაიმეორონ. ამიტომ ეს სიურპრიზიც მაქვს მას. ეს ტექნიკა, რაც პრაქტიკული ინსტრუმენტია შესაბამისად და არა უბრალოდ თეორია, რომელზეც შეუძლიათ რომ თვითონ გააკეთონ და შესაბამისად შედეგებიც თვალსაჩინო იქნება, ხო? ალბათ, რადგან პირად ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უნდა შევეხოთ ალბათ манипуляციების ნაწილსაც და ზოგადად გასაგებია რომ რაღაც უნივერსალური მსარეცეპტები არ არსებობს და ყველა ადამიანი და ყველა ურთიერთობა შესაბამისად არის ინდივიდუალური, თუმცა ვერ უარყოფთ იმ ფაქტს, რომ პატარ-პატარა манипуляციები არსებობს, როგორც ყველაფერში, ასევე პირადი ურთიერთობების ტექნიკებშიც იქნება ალბათ. ამას მოწმობს ჩემი აზრით ისტორიული კონტექსტიც, იმიტომ რომ ჩვენ არაერთი კურტიზანი შესახებაც გვსმენია, რომლებიც ჯაშუშებად იყვნენ შესაბამისად, რადგან ეს მათი მაგნეტიზმი, მათი ეს უნარჩვევები და მომხიბვლელობის ძალა იყო ძალაუფლების ინსტრუმენტი. შესაბამისად, რაღაც манипуляციურ ტექნიკებს ხომ ვერ გაგვიზიარებდით. მე უფრო ამას ვიტყოდი, არა манипуляციას, არამედ მიდგომას, როგორ მიუდგეთ მამაკაცს სწორად და შესაბამისად манипуляცია უფრო ესმით ხოლმე რომ თითქოს რაღაცნაირად ჩვენ გვინდა მართვა. არამედ ეს არის ის პრაქტიკები, რომ ჩვენი ურთიერთობები გავხადოთ მეტად ჰარმონიული. რაც შეეხება გააჩნია კონკრეტულ სიტუაციაში რა აწუხებს ქალბატონს, მაგალითად ძალიან ხშირად მომართავენ ხოლმე, რომ ყავთ უყურადღებო პარტნიორი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ აი ეს ძალიან ელემენტარული და მარტივი პრაქტიკა განვახილოთ. მოკლედ რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს ხოთაშორის ძალიან კარგად მუშაობს, ყოველ შემთხვევაში პაციენტები მეუბნებიან რომ კარგად მუშაობს ეს პრაქტიკა. უნდა დავაბაროთ ჩვენს პარტნიორს ისეთი რამ, ну არა, ხა ისეთი მარტივი, რასაც ისედაც თქვათ მოიტანს, ხო? მაგრამ არ ძალიან რთული, რომ არ გიპასუხოს, რომ ოფ მოიცარა, როგორც. უნდა დავაბაროთ რამე, რაღაც ისეთი მოიფიქრეთ, რასაც მოგიტანთ. და როდესაც მოიტანს, აუცილებლად ხაზი გაუსვით. ვაიმე, რა ყურადღებიანი ხარ, მადლობა. ამ დროს ხო ჩვენ დავაბარეთ, მაგრამ როდესაც ვუსვავთ კონკრეტულად, აი რაც გვაკლია ყურადღება, ხომ? რაც გვაკლია, ანუ რა ყურადღებიანი ხარ და უსვათ უნებით მადლობას. მეორე მარტივი პრაქტიკა ასევე შეგვიძლია, რომ თუ კი მეუბნებიან ხოლმე, რომ აი ძალიან მინდა მასთან ერთად დასვენება, მაგრამ მან მოიფიქროს, მან გააკეთოს და ძალიან ხშირად მამაკაცები მართლა შეიძლება რომ ვერ ხვდებოდნენ და ქალბატონებს რატომღაც
არ უჩნდებათ იმის სურვილი, რომ აი პირდაპირ უთხრან, რომ აი მაგალითად წამოდი, სადმე დავისვამ და ნახე ასე დროს ქალები ღიზიანდებიან, უნდათ რომ ის მამაკაცი მიხვდეს და მამაკაცი ძალიან ხშირად მართლა ვერ ხვდება ამ ყველაფერს და პირდაპირი თქმა ასე დროს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი და სულ ურჩევნო. აი მოდი შენ მოაწყე, წაიყვანე. წაიყვანე აუცილებელი აქ ფინანსებზე არ ვსაუბრობ. უბრალოდ დაგეგმე, არ ვიცი, დაჯავშნე და როდესაც ჩახვალთ, აი იქ განუხილე, რომ ვაიმე რა ყურადღებიანი ხარ, რა კარგია რომ აქ მოვედით და მოკლედ ეს ყველაფერი მუშაობს, ნელ-ნელა ვაწვეთებთ, ასე რომ ვთქვათ, რომ შენ ხარ ყურადღებიანი. მე ეს მამაკაცი მართლა იჯერებს და ცდილობს, რომ არ გაგიცროთ იმედები. მოკლედ, მე მაინც ვფიქრობ, ეს ხუმრობაში, თუმცა რეალურად ესია, რომ არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ჩვენ ვერ მიუდგებით და თითქმის არ არსებობს მამაკაცი, რომლის ენასაც ვერ შევისწავლით. უბრალოდ რეალობა ის არის, რომ ქალები და მამაკაცების აბსოლუტურად სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა ფასეულობები გვაქვს და ძალიან ხშირად თუ კი ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის, ეს არის არასწორი კომუნიკაციის ბრალი, კი, რომ არ გვაქვს ჯანსაღი კომუნიკაცია. რადგან კომუნიკაციის ნაწილს შევეხეთ, ალბათ რაღაც ლოგიკურ გადასვლად მე ჩვენება, რომ ღალატის თემასაც შევეხოთ. ანუ ესეც კომუნიკაციის ნაკლებობით ხომ არ არის ხოლმე გამოწვეული ხშირ შემთხვევაში, თუ არ არის კავშირში. აიცი რა არის, ღალატი არის შედეგი. ხომ რაღაც იმ საკითხების ღალატი არ ხდება პირდაპირ, ან ურთიერთობები მანამ სანამ ღალატამდე მივალთ, როგორც ჩანს კი არა, მანამდე უკვე გაიბზარა და დაინგრა. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ზუსტად ის არასწორი კომუნიკაცია და არასწორი ურთიერთობების წარმართვა, მანამ სანამ ღალატი მოხდებოდა. იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ იქ სადაც რეალურად არის ურთიერთგაგება, სითბო, პატივისცემა, სიყვარული, იქ არ ხდება ღალატი. თუმცა ღალატსაც, რა თქმა უნდა, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ჩასაშლელია ზოგადად ეს საკითხი. რადგან ღალატის თემაზე ვსაუბრობთ, ალბათ სტატისტიკურ მონაცემებსაც უნდა შევეხოთ. როგორც წესი, მითი არის ასეთი, რომ ქალებს უფრო მეტად ღალატობენ. და მაინტერესებს თქვენ, რადგან პრაქტიკული შეხება გაქვთ, გააქარწყლებთ თუ არა ამ მითს? სამწუხაროდ 21 საუკუნეში არ არის ასე. მე ვფიქრობ ალბათ უფრო ან შეიძლება ამაშიც ვწდები, მაგრამ მაინც მგონია რომ ზოლად უფრო ესე იყო, ჩემი აზრით. და რაც შეეხება ხა ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი უშუალოდ ჩემი პაციენტებით 60% კი, დადის მამაკაცი, რომელიც არის ამ ღალატის მსხვერპლი. ამიტომ ჩემ შემთხვევაში ნამდვილად ასეა, რომ უფრო მეტწილად როგორც ჩანს ძალიან საინტერესოა და რაღაც მომენტში ალბათ მოულოდნელიც. და ალბათ მაშინ ვისაუბროთ იმაზეც, რა განსხვავება არის მაშინ მოღალატე კაცსა და მოღალატე ქალს შორის. ან ზოგადად ნაღალატებ ქალსა და ნაღალატებ კაცს შორის ფსიქოლოგიურ დონეზე, თუ არის. დავიწყოთ იქიდან, რომ განსხვავება უშუალოდ ალბათ არის ემოციურ მდგომარეობაში, ოღონდ არა იმ კუთხით, რომ თქვათ, რომელს უფრო მეტად ანაკლებად ტკივა, იმიტომ რომ თვითონ უშუალოდ ღალატის შემდგომ ადამიანი თავისთავად ცხადია ძალიან დიდ ტკივილს განიცდის. და ვიტყვი იმას, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ერთნაირად ტკივა, მაგრამ აქ არის გამოხატულება უფრო ვიტყოდი და ამასაც ავხსნი რატო. აი ზუსტად რაც წეგან ვისაუბრეთ, ჩვენი ასე ვთქვათ საგვარეულო ისტორიიდან გამომდინარე, ასე თუ ისე ქალბატონები და რაც შენ თქვი, რომ თითქოს გონიათ, რომ მამაკაცი მეტად მოღალატეა. ეს არის რეალურად ქალში ჩადებული. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, როგორც უკვე ავხსენი და აქედან გამომდინარე, თითქოს ქალს უფრო აქვს ამის შინაგანი მოლოდინი, რომ შეიძლება მამაკაცმა უღალატოს. ერთია რამდენად აპატიებს ან არ აპატიებს, ამაზე არ მაქვს საუბარი, ან თუნდაც მე რა იქნება, მაგრამ ქალში მაინც ეს კოდი დევს. ხოლო მამაკაცში არ დევს პირიქით, მამაკაცისთვის ქალი ეს არის სიწმინდე, შესაბამისად შეიძლება ყველაზე იფიქროს, მაგრამ საკუთარ ცოლზე და პარტნიორზე როგორც წესი ვერ წარმოიდგენს ხოლმე. ამიტომ ერთადერთი ეს განსხვავება, რომ მამაკაცისთვის მეტად არის დარტყმა და უარეს იმას ვიტყვი, რომ მამაკაცი ამაზე ვერ საუბრობს. მის სამეგობროში, ანუ საკუთარ თავსაც ფაქტობრივად ძლივს უტყდება ხოლმე, რასაც მე ვუყურებ ჩემ პაციენტებს, ანუ ქალბატონებს არ უჭირთ ამ თემაზე საუბარი და გამიშყავნება. ამიტომ ერთადერთი კონტექსტი, რომ მამაკაცს რატომ მეტად უჭირს, იმიტომ რომ მისთვის მოულოდნელია.
და როგორ უმკლავდებიან მაშინ ამას, ანუ შორდებიან? როგორც წესი ქალების მიმართ არის ხოლმე დაწესებული სტანდარტი, რომ უბრალოდ არასწორად ვთქვი, ხა სტანდარტი რა ადამიანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, უბრალოდ როგორც წესი ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ღალატი ცუდია. და შესაბამისად თუ ადამიანი ღალატობს და ცუდად გექცევა, ლოგიკური პასუხია ამაზე, რომ აღარ გინდოდეს იმ ადამიანის გვერდით ყოფნა, თუმცა ჩვენს რეალობაში ქალები მაინც რჩებიან მოღალატე კაცების გვერდით, ხო? და პირიქით კაცი, როდესაც დგება იგივე სიტუაციაში, როგორი რეაქცია აქვს? საინტერესო კითხვა. პირველი იმას ვიტყვი, რომ მაინც არ რჩებიან. ზოგი რჩება, მაგრამ ზოგი არა. მე ხო ახლა ამ შემთხვევაში ჩემ პაციენტებზე ვსაუბრობ, ამიტომ ყველას არ შევეხები, მაგრამ ქალბატონებს ვიწახი, ანუ ყველა არ არის ესე. უკვე არის ის მდგომარეობა, რომ აღარ რჩებიან. კიდევ მეორდები, რომ არა ყველა, მაგრამ აი მამაკაცის შემთხვევა სხვა არის. მამაკაცს როგორც წესი, უკვე აღარ აქვს ის მომენტი დაიბრუნოს თუ არ დაიბრუნოს, იმიტომ რომ ქალი როდესაც მიდის და ღალატობს, ის თავად მიდის ხდები, იმიტომ რომ ქალის ღალატი არის ემოციური. ქალი ღალატობს მაშინ, თუ კი შეუყვარდა. ამიტომ ეს მამაკაცი უკვე ვეღარ ციბრუნებს, მაგრამ არის ხოლმე რა თქმა უნდა მცდელობა რომ დაიბრუნონ. ეს არის განსხვავება. საინტერესოა, თუმცა ალბათ ერთი რაღაც ჩაკითხვა მექნება და ყოველთვის ესე ხდება, იმიტომ რომ მაგალითად ალბათ თანამედროვე კულტურებში, მოდი ესე დავარქვათ, ადამიანები შეიძლება იყვნენ უფრო ნაკლებად ემოციურები თავიანთი გადაწყვეტილებების პროცესში, არა? ან ზოგ შეიძლება ღია ურთიერთობა გქონდეს საერთოდ და მათთვის ეს რაღაცა ნორმა იყოს. ქალბატონებზე ამბობ, ხო? ორივე მხარეზე ამ შემთხვევაში. აი მაგას ვამბობ, უფრო მეტი პროცენტი არის ის, რომ ემოციები, ანუ უყვარდებათ და ამის შემდგომ დგავან ამ ნაბიჯთან, რა თქმა უნდა, არიან ისეთი ქალბატონებიც, რომელსაც უბრალოდ თავისუფალი ურთიერთობები უნდათ. უფრო მეტ პროცენტულობაზე ვსაუბრობ, რომ თუ კი ეს ნაბიჯი გადადგა, როგორც წესი, უკვე თავისი პარტნიორი აღარ უყვარს და სხვა შეუყვარდა. უმეტესწილად თუ კი ეს მამაკაცისთვის შეიძლება იყოს, არ ვიცი, რაღაც გარკვეულწილად, როდესაც ვესაუბრები ხოლმე ჩემ პაციენტებს, სპორტადაც მოიხსენიებენ ახობად ამ ყოველივეს. შესაბამისად, როგორც წესი, არც აქვთ ხოლმე სურვილი, რომ ოჯახი დაანგრიონ და ქალბატონების შემთხვევაში სხვა არის. მათ რეალურად ემოციური კავშირი და სურვილი უჩნდებათ იმ პარტნიორისთან ღალატობენ. ძალიან საინტერესოა და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უკვე პირად ურთიერთობებში პრობლემებზე და იქნებ რაღაც პოზიტიურ ჭრილშიც გადავიდეთ და მაშინ ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ ავაგოთ ისეთი ჯანსაღი ურთიერთობა, ისევ და ისევ მზა რეცეპტები ალბათ არასწორი იქნება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა ეთიკა, შეიძლება რაღაცა ტექნიკა, არ ვიცი, როგორ შეიძლება უფრო მეტად ვიყოთ კარგ კომუნიკაციაში ჩვენს პარტნიორთან, ავუხსნათ ჩვენი სურვილები, გავიგოთ მისი, თუნდაც განსხვავდებოდეს ჩვენი რაღაცა მიზნები თუ ტემპერამენტი თუ ასე შემდეგ და როგორ ვიყოთ ჰარმონიაში. პირველ რიგში ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ერთმანეთის ფასეულობები საერთოდ არ იციან, ანუ რო დაუსვა შეკითხვა, რომ აი რა მოწონ შენ პარტნიორს, შეფა ვერც გიპასუხონ. ანუ ამიტომ ხშირია ესეთი შემთხვევა და ამიტომ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ და უკეთესად გავიცნოთ ჩვენი პარტნიორი. რა მოწონს, რა სურვილები აქვს, რა აწუხებს, დავამყაროთ კომუნიკაცია. უფრო მეტწილად, აი მამაკაცებთან მაქვს ხოლმე ეს შემთხვევა, როდესაც მოდიან იმ პერიოდში, როცა ურთიერთობები ფუჭდება, აი ამ დროს ვეკითხები, რომ თუ უსმენთ იმას რა უნდოდა და იმ პერიოდში აღიქვავდა ხოლმე ის პარტნიორი, რომ თითქოს ეს იყო მხოლოდ ქალის წუწუნი. მოკლედ არ უსმენდა. როდესაც კარგავენ, მერე უჩნდებათ სურვილი, რომ მოусმინოს და მერე გვიანი არის ხოლმე. ამიტომ პირველი უმთავრესი რჩევა მოусმინოთ ჩვენ პარტნიორს და ვეცადოთ არა ის, რომ აი მე ეს მაწუხებს და მე ეს მინდა, ანუ უფრო ეგოისტური დამოკიდებულება აქვს ხოლმე. შენ რა გინდა, რა მოგწონს, რა სურვილები გაქვს და შეთანხმებულობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნუ რა თქმა უნდა საზღვრების დაცვა არ ნიშნავს რომ თუ კი ჩემ პარტნიორს არ ვიცი ისეთი რამ უნდა რაც ჩემს საზღვრებს შელახავს რომ მე ეს უნდა გავაკეთო. მოკლედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეს ურთიერთგაგება თავის დააცხადია და ჰარმონიული ურთიერთობების საწინდარია. იცი რა მინდა შემოგთავაზო, პატარა ექსპერიმენტი ხომ არ ჩავატაროთ და მეტად პრაქტიკული და მეტად ხელშესახები რომ გავხადოთ ჩვენი საუბარი, რამე მედიტაციას ხომ არ შემოგთავაზებდი, რომ მეც გავაკეთებდი, ჩვენი აუდიტორიაც, რამე მოკლე ექსპრეს ვერსია ცხადია და
იქნებ? კი, შეგვიძლია რა თქმა უნდა და რა თემაზე გინდა? აი, შენაირჩიე და გავაკეთოთ. რასაც შენ კარგი, მაშინ იყოს ეს ჩვენი შინაგანი მიმზიდველობა, როგორ ვიყოთ უფრო მეტად ქალღმერთული, ასე რომ ვთქვათ, მიმზიდველი და ქარიზმატული. და აქვე რადგან ამ თემას კიდევ ერთხელ შევეხეთ, ალბათ ლოგიკური იქნება, რომ სურპრიზის შესახებ მოვუყვა ჩვენს აუდიტორიას, ჩვენ მე და ირმა უკვე ვითანამშრომლეთ ერთხელ და ეს თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, რადგან ჩვენმა აუდიტორიამ, ვინც იყო და კერძოდ ჩემს დაბადების დღეზე ძალიან ისიამოვნეს, ძალიან გაერთნენ და გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი მოდელი, რაც დაბადების დღეზე მქონდა, ანუ პირველი ნაწილი იყო ფსიქოლოგთან სესია და მეორე ნაწილში იყო მთავარი, ასე ვთქვათ, აქტივობა, ტანგოს სესია და შუალედებში რაღაც ინტერაქციული აქტივობები, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და გადავწყვიტე, რომ ვაქციო ივენთად და პატარა კვლევაც ჩავატარე მარკეტინგული, სადაც გამოიკვეთა სხვათა შორის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა და აქედან გამომდინარე, მინდა რომ პირველად ჩემს აუდიტორიას გაგეზიაროთ ინფორმაცია ამ ყოველფრის შესახებ, აქ იქნება აღწერაში მოცემული წინა სარეგისტრაციო ბმული, წინა, იმიტომ რომ მე სხვადასხვა ვებგვერდებზეც დაიდება და შესაბამისად ჩემი პოდკასტის აუდიტორიას ექნება ადრეული წვდომა ამ სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით და ადგილები მართლა შეზღუდულია. ეს არ არის მარკეტინგული ტერმინი, როდესაც გვინდა რომ მოვიზიტოთ აუდიტორია, ეს შემთხვევა, როცა მართლა ძალიან შეზღუდული იქნება ადგილები და ძალიან გამიხარდება თქვენი აქტივობა. სანამ მედიტაციაზე გადავალთ, მინდა ფინალური კითხვა დაგისვა, ორი კერძოდ, რომელსაც უსვამ ხოლმე ჩემს სტუმრებს. პირველი ეს არის ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ ის თემები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ, ხო? პირადი ურთიერთობები, თავდაჯერებულობა, ფსიქოლოგია ზოგადად კი ბატონო, მაგნეტიზმი ეს ქალური, რაღაც წიგნის ხომ არ დაუტოვებდი, ან არ ვიცი, კურს, ვიდეოს, აი რას უნდა უყურონ, რა უნდა წაიკითხონ, რაც მათთვის სასარგებლო იქნება. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა, მანამ სანამ ტექნიკას შევატარებ, სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებ შენი მეშვეობით, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ ერთი ადგილი უშუალოდ ჩემს საავტორო პროგრამაზე, რომელსაც ეწოდება დედოფლის ალქიმია, სადაც ვიმუშავებ თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასებაზე, აი ამ მაგნეტიზმზე და ყოველივე იმაზე, რაზეც ვისაუბრეთ, შეგვიძლია რომ ჩვენ ერთ ადამიანს ვაჩუქოთ, ხოლო დანარჩენებმა ჩემი ვებგვერდი იქნება მიბმული და მომწერონ, მათთვის იქნება 50%-იანი ფასდაკლება ამ პროგრამაზე. ძალიან საინტერესოა და თუ გადახედავთ ირმას გვერდს, თავადაც დარწმუნდებით, რომ ძალიან ბევრი პროგრამა აქვს, ზოგადად ძალიან დიდი პრაქტიკა უმაგრებს ზურგს და ძალიან აღმოვაჩინე ერთი ჩემი ნაცნობიც, რომელიც მისი მოსწავლე იყო და მოკლედ ძალიან საინტერესო სესიები გელოდებათ წინ. საავტორო პროგრამები არაერთი მაქვს, იმიტომ რომ ამ დარგში უკვე 2027 წელს გამიხდება 10 წელი. აი, და საიუბილეო სურპრიზებიც გამოგდის. კი, აუცილებლად. და ფინალური კითხვაც, რომელსაც ყველა სტუმარს ვეკითხები, ეს არის გავლილი გზა თუ საბოლოო შედეგი. შეგიძლია პერსონალური გადმოსახედიდან უპასუხო ამ შეკითხვას, შეგიძლია ფსიქოლოგის გადმოსახედიდან, ორივე შემთხვევაში საინტერესოა. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა, განვლილი გზა გვაძლევს იმ შედეგს, რა შედეგამდეც მოვდივართ. შესაბამისად, თუ პერსონალურად ვუპასუხებ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება მომიყვანა აქამდე, სადამდეც მე მოვედი და ძალიან მადლიერი ვარ და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანი ალბათ შედეგამდე ზუსტად იმ გზის წყალობით მოდის. აქედან გამომდინარე, განვლილი გზა. საინტერესო. მაშინ გადავიდეთ უკვე პრაქტიკულ ნაწილზეც, მედიტაციაზე. მადლობა და დავიწყოთ. მოკლედ გავაკეთოთ ტექნიკა, რომელსაც ეწოდება დედოფლის დაბრუნება და ამ ჩვენი შინაგანი ზალის გააქტიურება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა გთხოვო, რომ დახუჭოთ თვალები და გავაკეთოთ ეს განსხვავებულად. ეს არ არის უბრალოდ მოსმენა, ეს არის დაბრუნება საკუთარ თავში. ძალიან ნელა და მშვიდად ისუნთქე. შეისუნთქე, ამოისუნთქე. შეისუნთქე ისე, რომ თითქოს ტოვებ ყველაფერს. რაც აღარ გჭირდება. რაც ძველია. და ახლა
არავის არაფერს არ უმტკიცებ. არავის არაფერს არ უხსნი. შენ უბრალოდ ხარ შენ. და ამ სიჩუმეში დაიწყე შენი თავის მოსმენა. ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. და წარმოიდგინე, რომ შენს გულში ინთება რაღაც შოქი, თბილი, რბილი, მიეცი ამას ფერი. ეს შოქი არის პატარა, მაგრამ ძლიერი. ეს შენი ძალა. შენი ძალა, რომელიც არ ყვირის, არ იბრძვის და ის უბრალოდ არსებობს. უბრალოდ არსებობს და გეუბნება. მე უბრუნდები ჩემ თავს. მე აღარ ვცდილობ გადარჩენას. მე ვირჩევ საკუთარ თავს და იგრძენი ეს. და ახლა წარმოიდგინე შენი ენერგია, რომელიც გაფანტული იყო სხვებში, სხვა ადამიანებში, საქმეებში, მოლოდინებში, იმედგაცრუებებში თუ ტკივილებში. წარმოიდგინე, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ბრუნდება შენში, შენს გულში, შენს სხეულში, შენს ცენტრში. და ჩუმად უთხარი საკუთარ თავს, გაიმეორე გულში. მე ვუბრუნდები ჩემ ძალას. და დაინახე, რომ თითქოს ახლა შენში არსებობს რამდენიმე ქალი. ერთი, რომელიც თამაშობს, იცინის, სუნთქავს და ის თავისუფალია. ერთი კი, რომელიც მხარს უჭერს და უყვარს. უყვარს მშვიდად, თავისთვის. ერთი, რომელიც ზრუნავს და ქმნის სითბოს. და ერთი, რომელიც ანათებს, გრძნობს და ისითავს. შემთელი ცხოვრება გეუბნებოდნენ, რომ უნდა აირჩიო ერთ-ერთი. მაგრამ სიმართლე სხვა. შენ სრულყოფილი ხარ მაშინ, როცა ყველა მათგანს აძლევ უფლებას, რომ იარსებო შენში. როცა არ ტკუნავ საკუთარ თავს, საკუთარ სურვილებს. არ ჭრი საკუთარ ნაწილებს და უსმენ შენ თავს. არ ცდილობ იყოს სწორი, მართალი. არამედ ცდილობ იყო უბრალოდ ის, ვინც ხარ. უბრალოდ შენ, შენი საკუთარი თავი. და იგრძენი ახლა, როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი შენში. და თქვი ჩუმად. მე ვაბალანსებ ჩემ თავს. მე ვიღებ ჩემ ყველა მხარეს ისეთად, როგორიც ვარ. და ახლა წარმოიდგინე, რომ დგახარ სივრცეში. სივრცეში, სადაც არის შენი ძველი როლები. კარგი გოგოს როლი. ის, ვინც ყველაფერს იტანს. ის, ვინც ყოველთვის ძლიერია. და ნახე. ნახე, რამდენად ძიმია ეს ყველაფერი შენში. შეიგრძენი ზუსტად აი ეს სიმძიმე, როდესაც იყავი კარგი გოგო. ადამიანი, რომელიც ყველაფერს იტანდა. ადამიანი, რომელიც ყველაფერს პატიობდა. და ახლა უბრალოდ მოიხსენი ეს ყველაფერი. არ გჭირდება ბრძოლა. უბრალოდ გაუშვი შენგან. შეისუნთქე, ამოისუნთქე. და როდესაც ეს ყველაფერი გაუშვი, შენ ახლა რჩები ნამდვილი. ნამდვილი შენ. და აი ამ სიჩუმეში შენ აი ახლა ამ წამს ხედავ შენ შინაგან დედოფალს. წარმოიდგინე, რომ ის ზის ოქროს ტახტზე, შენ ქვეცნობიერში. ის არ არის ცივი, ის არ ყვირის, ის არც არავის არაფერს უმტკიცებს. არამედ ის არის ცეცხლოვანი და ამავდროულად შვიდი. ის უბრალოდ ზის და გიყურებს თვალებში და გეუბნება. შენ არ ხარ ის, ვინც ითმეს. შენ არ ხარ ის, ვინც იკარგება სხვებში. შენ არ ხარ ის, ვინც იტანს ყველაფერს.
შენ გაქვს უფლება მიიღო სიამონება. შენ გაქვს უფლება დაისვენო. შენ შეგიძლია იყოს სასურველი. უბრალოდ იმით, ვინც ხარ. შენში უკვე არის ის, რაც გხდის სასურველს. ამიტომ ნურავის, ნურაფერს ნუმტკიცებ. არაფრის დამტკიცება არაა საჭირო. და დაინახე თითქოს როგორ გაცმევს ის ძვირფას თხელსამოს, რომელიც შენს სხეულზე ისედევს, როგორც შენი ახალი მეორე კანი და იგრძენი ეს შენ სხეულში შეისის ხორცი. შეიგრძენი როგორ სწორდება შენი ზურგი, როგორ მშვიდდება სუნთქვა, როგორ ბრუნდება შენი ნამდვილი ღირსება და ქალურობა. და ჩუმად უთხარი საკუთარ თავს. მე აღარ ვთამაშობ როლებს. მე აღარ ვკარგავ თავს არავის და არაფრის გამო. ჩემი საზღვრები დაცულია. მე ვარ ქალი, რომელიც ირჩევს საკუთარ თავს. ბოლომდე. შენი ზურგი სწორდება. თითქოს შენი ყელიც გრძელდება. შენი სექსუალურობა და შენი ქალურობა ხდება შენი მთავარი ღირსება. და შეინარჩუნე ეს მოხდე და იცოდე, რომ ეს ძალა ყოველთვის შენში. როდესაც იქნები მზად, ნელ-ნელა დაბრუნდი აქ, დაბრუნდი, მაგრამ უკვე სხვანაირი. უფრო მშვიდი, უფრო ძლიერი, უფრო შენი. იმიტომ რომ დედოფალი არ იქნება. ის უბრალოდ ბრუნდება. მოდი ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი რომ ერთი მხრივ რაღაც მომენტში ეს მედიტაცია ნამდვილად იყო ემოციური და რაღაც კუთხით მართლაც იმოქმედა, მაგრამ თან ამავდროულად გაგეზიარებთ ჩემს გამოცდილებას. მე პირადად ყოველთვის ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი მედიტაციებს, მსგავს მედიტაციებს და პრაქტიკებს, ანუ ყოველთვის მეცინებოდა და მით უმეტეს ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ მსგავს რაღაცას გავაკეთებდი ჩემს პოდკასტში. თუმცა ერთხელ წავაწყდი ერთ-ერთ უცხოურ პოდკასტში მსგავს ინტერაქციას და მახსოვს, რომ ძალიან გამეცინა. მეთქი ეს რა კრინჯობაა და რატო გააკეთეს თქო, მაგრამ იმდენად ბევრი და თითქმის ყველა, კი არა, მე მგონი 100%-ით კარგი კომენტარები მოყვა ამ ინტერაქციას, ანუ მედიტაციის ჩართვას პოდკასტში, რომ დავფიქრდი, მეთქი მეც რატომ არ ვცადო ჩემს ეპიზოდში მსგავსი რამ თქო. ამიტომ თქვენც მინდა მოგიწოდოთ ალბათ, კითხოთ თქვენი აზრი, რომ შეხედოთ ამ ყველაფერს როგორც ექსპერიმენტს. არ ვიცი ამ ექსპერიმენტმა გაამართლა თუ მაინც კრინჯობა გამოვიდა, ჯერ მე თვითონაც არ ვარ ამაში ბოლომდე დარწმუნებული და გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამიზიარებთ, საინტერესო იყო თუ არა. საბოლოო ჯამში მე როგორც ცნობის მოყვარე ადამიანს მაინც ძალიან მაინტერესებდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, რომ ჩვენი ცნობიერების გაფართოება ყოველთვის არის კარგი. ანუ ვცადოთ და მოგვეწონება ხომ ძალიან კარგია და რაღაც ახალს აღმოვაჩენთ, არ მოგვეწონება და აღარ გავიმეორებთ და ეგ იქნება. კონკრეტულად დღევანდელ მედიტაციას რაც შეეხება, ჩემთვის ეს პრინციპში მეორე იყო, რადგან ჩემს პირად ივენტსაც ჩავატარეთ მსგავსი მედიტაცია და შემიძლია ვთქვა, რომ საინტერესო გამოცდილებაა, გამიხარდება თუ თქვენს ცდით და საკუთარ თავზე გამოცდილების შემდეგ გვეტყვით, რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხრივ თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მსგავს მედიტაციებს მიმართავენ და ეს მათთვის არის პროდუქტიული და ეფექტური, ესე იგი არის ხო ამაში რაღაცა გარკვეული ლოგიკა, რომ ბევრი ასე ვთქვათ პროფესიონალიც და ჩვეულებრივი ადამიანიც ამ მეთოდს მიმართავს. რომ შევაჯამო ეს იყო ძალიან ისეთი საინტერესო გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ცდად ღირს. რაღაც მომენტში მართლა, როგორც წეღანაც ვახსენე, იყო ემოციური, თავიდან თითქოს არანაირი რეაქცია არ გაქვს, მე გინდა არ გინდა სიჩუმეს, სპეციალური მუსიკა, სამედიტაციო და ეს ყველაფერი გარემო საბოლოო ჯამში გინდა არ გინდა ახდენს გავლენას. და რა მინდა რომ გთხოვოთ, რა თქმა უნდა შეიძლება საბოლოო ჯამში ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, მაგრამ
ცნობის მოყვარეობის არსიც ეგ არის, რომ რაღაცა კარგად გამოვა, რაღაცა არ გამოვა და ანუ ერთადერთი თხოვნა ალბათ ის მექნება, რომ ძალიანაც არ თუ ჩავარდა ეს ექსპერიმენტი, ძალიანაც არ გადამიაროთ, რადგან ეს იყო ექსპერიმენტი. და თუ სასარგებლო აღმოჩნდება შემთხვევით, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება. მოდი მაშინ შევაჯამოთ ბარემ დღევანდელი ეპიზოდი და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი, რომ მესმის, რომ კი ძალიან ბევრი პოდკასტი თუ მასალა მოიპოვება სოციალურ ქსელში, სადაც ამ თემებს მიმოიხილავენ, როგორც არის თუნდაც თავდაჯერება, ან ფემინური ენერგია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს თემები მაინც დღემდე და მე მგონი სულ დღემდე ერჩება აქტუალურად და მგონი ალბათ კიდევ სულ იქნება აქტუალური, ამიტომ დიდი იმედი მაქვს რაღაცა საინტერესო ინსაიტი ყველა ადამიანმა იპოვა საკუთარი თავისთვის და ძალიან გამიხარდება, თუ კი გაგვიზიარებთ რა იყო თქვენთვის ალბათ ყველაზე რეზონანსული იქედან იმ თემებიდან, წინადადებიდან, ინსაიტებიდან, რაზეც დღეს ვისაუბრეთ და ასევე შეგახსენებთ, რომ ირმას ტრენინგზე ერთი ადგილით დასაჩუქრდება ის ადამიანი, ვისი აზრით, ვისი კომენტარით ყველაზე მეტად იქნება გამორჩეული და საინტერესო ამ კუთხით და დანარჩენებსაც, როგორც ირმა მახსენა, გეკუთვნით ფასდაკლება. ასევე, როგორც ვახსენეთ წინათ, გელოდებით ჩვენს ივენტზე, სადაც დაგხვდებათ რომელიც იქნება კურირებული ჩემ მიერ და გამიხარდება თუ ჩემი გამომწერები იქნებიან წარმოდგენილების, გვექნება ერთმანეთის ასე ვთქვათ პირისპირ და ახლოდან გაცნობის საშუალება, იქნება სანეტვორკინგოდ გამოყოფილი სივრცე, რა თქმა უნდა იქნება გემრიელი ხემსებით, სხვანაირად აბა როგორ და ირმას თანხლებით, ასევე სხვადასხვა ინტერაქციული აქტივობების თანხლებით, გპირდებით რომ საღამოს ძალიან ეფექტურად და საინტერესოდ გავატარებთ. ასე რომ სარეგისტრაციო ბმული იქნება მოცემული და ძალიან ველოდებით თქვენს შევსებულ ფორმებს და იმედი მაქვს რომ შევხვდებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით.